მოგესალმებით მეგობრებო, რა ვახართ, რა შვებით. ესე იგი, ბევრს ფიქრობ ძალიან როგორ მოვიმატო გამომწერები რა და ქართულ YouTube-ს გადავხედე რა არის ხა ტრენდში და რას მოყავს უფრო გამომწერები რა და ორი რაღაცა ამოვარჩიე რა გამოიკვეთა. ერთი ეხა ნუ მოგზაურობის კონტენტი რო ბომბია. მაგაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი რითი დაიწყო? გამომწერების რაოდენობების მომატება. დაიწყო ჭამით. თან შაურმის ჭამით. ხო და იქნება რაღაცა რა ვიცი, ჯადო გვადევს. ამ ქვეყანას რო შაურმა თუ არ ჭამე, ისე ვერ გეყოლება ბევრი გამომწერი და ვარ გამოვიზახო შაურმა თქო მაგას ფიქრობ ახლა. ჰა? მოდი გამოვიძახოთ. ვა, რა მალე მოვიდა, ბიჭო. შაურმა წავაგდეთ. მაგარია, მაგარია ბაიკზე ჭამა, თორე ამ შაურმაზე ვერ ვიტყოდი ისე რომ ამე განსაკუთრებული და მაგარია. დამსრალი მეწვენება. ოპა, პატრული. ეხლა რომ დამინახოთ რა შაურმას ჭამ. მე მგონი მაგრად დამთავრდება ვიდეო. ხალხი როგორ მიყურებს უნდა ნახოთ. ები ბაიკით მიდის და შაურმას რო ღერძავს. ენერგაიზერით ჩავაყოლოთ. პატრულს გავეცალოთ ჯობია. შაურმა არ დავანახო რულთან. ორე. არ ვიცი მაგაზე რას წერენ. ხო და ამ წერაზე გამახსენდა რა და რა გახსენება უნდა პრინციპში. მე მგონი ყველას ტკივილი არის ჩვენი ეს და ახალ კანონზე რას ფიქრობთ მეგობრებო რომ დამიწეროთ რა, მაგრამ აინტერესებს თქვენი აზრი. რა შეიძლება ჩვენ რო ვქნათ? ანუ გავაპროტესტოთ, როგორ, რა ვქნათ? არ ვიცი, იმიტომ რომ სიგიჟეა, ფაქტია. ეხლა დეციბელების საზომით
მაგას არ აკეთებენო, გავიგე. მაგრამ პლუს ამას ღისით, მზისით ადამიანებს, ვისაც მოტოები ყავთ და ნორმალური ხმა უნდა გქონდეთ მოტოზე. ოღონდ რატო ეხა? ვინც ბაიკერი არ არის, იმათ გასაგებად ვიტყვი რა, ამ ყველაფერს, თორე ჩვენ კარგად ვიცით რა. ხმა არ არის მარტო შეროქსიამოვნებს მაგისთვის რა, იდეაში. განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში რა, სადაც ადამიანად არ გწვლიან მანქანები, როცა ორი ბორბლით დადიხარ. და მაგაზე არ შემომედაოს ეხა არავის, იმიტომ რომ ეგ არის ფაქტი. ხო და რას ვამბობდი რა? ეს ხმა მოტოციკლებზე, მეგობრებო. არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ სიამოვნებს კარგი ხმა რო აქვს მოტოციკლებზე. ამით შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს, ბევრი ბაიკერის. იმიტომ რომ სარკეებში ხო არავინ ეხა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ უმრავლესობა სარკეებში არ იყურებიან მანქანის ბრძოლები. მესიჯობენ, აი ესე შაურმას ჭამენ რულთან და რავია, უყურადღებოთ არიან ერთი სიტყვით რა და ყველა დაგიფაროთ ღმერთმა, მაგრამ აი მანქანით რომ რამე შემთხვევა მოგივიდეს ადამიანს, ასე თუ ისე დაცული ხარ რა და მოტოთი რომ რაღაცა მოგივიდეს ადამიანს, შანსი არ არის დაზიანების გარეშე გამოძვრე, თუნდაც მცირედი დაზიანების გარეშე. ხო და ეს ხმა კიდევ ყურადღებას იქცევს რა მანქანის ბრძოლებში. და ეგ რეგულაცია რომ გავიდეს ეხლა და რავი ყველას ძალიან ჩუმი მოტოციკლეტი ყავდეს და მერე მაგ ამბავს მოყვეს მსხვერპლი. ჯერ მსხვერპლი ხო თვითონ ცოდუა ღმერთმა დაგვიფაროს. მერე ის ვის გამოც შეიძლება ეგ მოხდეს. და მერე ეგ ცოდუა კიდე თქვენ კისერზე იქნება ვინც კანონი მიიღეთ რა. გასაგებია რომ ღამის საათებში ეს გამოშიგნული მაყუჩებით ხუილი და ზოგადად გამოშიგნული მაყუჩები ებიჭო აიტო და გამოატაკე. მე არ ვიძახი რომ სრულიად სისულელია ეგ კანონი. არა, მაგრამ აი ღამის 9-10 საათის მერე ბავშვებს რო აძინებენ, ან რა მნიშვნელობა აქვს ბავშვი იქნება თუ ვინ იქნება. ადამიანს რო ძინავს. აი იმასთან ეგეთი ხმით ვიღაცა ჩაივლის. ის მე თუ მკითხავ მარტო დასაჯარიმებელი არ არის. მოკლედ რო ვთქვა. ასე რომ ჩვენ უბრალო მოქალაქეებმა რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ადამიანის წინააღმდეგ. ნუ აქ კიდე ბევრი არგუმენტი შემიძლია რა ვთქვა რა, მაგრამ ყველა ვთანხმდებით რომ სიგიჟი არის. ამიტომ ბევრს აღარ ვილაპარაკებ და ახსნას არ დავიწყებ. ჩვენ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ? დაწერეთ რა და განვიხილოთ რა ვიცი. ხო და ასევე მინდა ვიმართო მოტობლოგერებს, ბიჭებო, გოგონებო. თქვენს მიაწვინეთ, თქვენს მაყურებელს ხმარო რაღაცა საერთო აზრამდე მივიდეთ რა და გადავწყვიტოთ რამე, არ ვიცი. ან გავასაჩივროთ თუ რავი, როგორ ხდება ეს ყველაფერი, ეგეც კი არ ვიცი.
და რა შეეხება ამ შაურმის ჭამას? აჰა. შაურმას ჭამ. არხი გამოიწერე. ძალიან დიდი ხანია შაურმა არ მიჭამია რა, დიდად არ გიждები შაურმაზე რა. მაინც გაასწორა ეხლა. მეგობარს რომ მოუყევი ამ იდეაზე, რასაც ეხლა ვაკეთებ, მოუყევი რა აქ არის. ჩემთან ერთად არის ეხლა ვით შაურმა მომაწოდა კურიერის ჩანთით. ეგ არის გიგი და ესე მითხრა თუ კარგად წაიღო ამ კონტენტმაო მაგიდას გაგიკეთებო რა ამაზე ბაკზე რომ აგრდებოდეს აქ პატარა მაგიდა პატარა სუფრას გავშლი ხოლმე ბატონი გიგი ჭამე მოგეწონა მე ისე რა აი გავგიჟდით ხო არ არის აი შენი უფრო წვნიანი რო უთხარით ალბათ მაგით შემდეგი არ ვიცი აი ხალხო რას ფიქრობთ შაურმის ხათრით მაინც გამოიწერე რა არხს ვითომ თქვენი აზრით გააბაზრეთ გიგის ძალიან მოეწონა ეს კონტენტი რა მოდა მართლა გეუბნებიო რა გაგიკეთებო მაგიდასო აქ რა რო გზაში ჭამო და ეს კონტენტი გქონდესო რა ეს კონტენტიც გქონდესო რომ აი ესე მოტოსტარების დროს რაღაცები ჭამო და დააგემოვნო და მოსტავ ნახოთ თქვენ თუ გაგისტორდებათ რა გავაგზელებ თუ 1-2-ს გავაკეთებ კიდე რა ძალიან სასაცილო იქნება აი ესე მართვის დროს ხინკალში როგორ ჩავასხამ ძმარს ნახოთ აი ხა 1-2 სიტყვა ვთქვათ რა ამ შაურმაზეც შაურმა კლაბიო თუ კლაბ შაურმა თუ რაღაცა ეგეთი ქვია რა რო გითხრათ რომ აი რაღაცა განსაკუთრებულია თქო ვერა რა ვერ არის ჩვეულებრივი შაურმა რა თან მე ხა დიდი მოყვარული რო არა ვარ შაურმის ალბათ ხო რა აი გირო რო ყოფილიყო გიროზე ვიტყოდი უფრო ჩემს აზრს რა და აი ჩვეულებრივი შაურმა არაფერი განსაკუთრებული მოკლედ მეგობრებო ზეც ჩადის და აღარ იქნება კარგი კადრები დაგემშვიდობებით არხი გამოიწერეთ ნახე რა დებილობებს ვაკეთებ მაგის გამო დროებით